გამარჯობათ კიდევ და ჩვენ როგორც ზავპირდი ჩვენ მაყურებელს ვაგრძელებთ აი ამ თემებს. გისმენთ. ბატონო გია, სანამ გადავიდოდეთ ჩვენ ძირითად საკითხებზე, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ სხვა დაავადებებზე, რომელსაც შველის გიანადრიშვილი თავის კლინიკაში. მინდა ერთი ასე ვთქვათ გადახვევა გავაკეთო. მოგეხსენებათ, რომ ცოტა ხნის წინათ ჩვენი სამთავრობო დელეგაცია ბრძანდებოდა უზბეკეთში და ამას მოყვა აქ არაორაზროვანი დაცინვები, ასე ვთქვათ, ამ დელეგაციას მართლა საქმე ეხებოდა მემორიალს, უზბეკეთის დიდების მემორიალს, რომელზეც რა თქმა ყველა დელეგაცია ჩადიდა, ჩვენ დელეგაციაც იყო და იქ თემურლენგის, ასე ვთქვათ, ძეგლის დგას და თემურლენგი ითვლება უზბეკეთის ეროვნულ გმირად. და დიდი, ასე ვთქვათ, სამარყანდი ფაქტიურად თემურლენგმა ააშენა, სადაც კი მოძებნა თავის დაპყრობილ ტერიტორიაზე ნორმალური ხელოსანი და ხელოვანი ყველა იქ წაიყვანა და ააშენა უზარმაზარი. მე ახლა ასე თამათ ვსაუბრობ, რომ თემურლენგი ჩემი ასე ვთქვათ ერთ-ერთი მთავარი თემა არის როგორც ისტორიკოსის და დაახლოებით გასული საუკუნის 70-იან წლების ბოლოდან მივკლები ამ თემას. თემურლენგის შესახებ და დავწერე კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, მოთხრობა თემურლენგზე, რომელსაც ასევე უწოდა თემურლენგი. აგერი გახლავთ ეს ნაწარმოები ჩემი და გასული წელს გამოეცეს. თქვენ იცით პირველი წიგნი თქვენ გაჩვენეთ. ჩვენ ბატონო და წაკითხული გაქვთ ეს ყველაფერი. და აქ აღწერილი მაქვს თემურლენგის მერვე ლაშქრობა საქართველოში და ბირთვისის ბრძოლა, როცა 3 კვირის განმავლობაში ვერაფრით ვერ შეძლეს 200 ბირთვისელი ციხის დამცველის ასე ვთქვათ დამარცხება, სანამ მე არ იხმარეს გარკვეული ასე ვთქვათ ვოინი მათ წინააღმდეგ. და ამ თემურლენგმა ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე საშიში და მძვინვარი დაპყრობელია საქართველოში, მაგრამ აქ ახლა ვინც გამოვიდა ამ ჩვენ ასე ვთქვათ, გამოვიდნენ პოლიტიკოსები, რომელთაც მე არ მიყვარს პოლიტიკებზე საუბარი, იმიტომ რომ ბევრი მათგანი არ არის ცალაპარაკოთ, ყოველ შემთხვევაში ჩვენ სხვა საქმეები გვაქვს აქ და პოლიტიკები ვერ დავკვდეთ, მაგრამ ახლა იმის ხარ რომ გიორგი მე-6 გამოიყვანო თემურლენგის წინააღმდეგ არის სრული უაზრობა. გიორგი მე-6 თვისფასო მეგობრებო, მე-14 საუკუნის დასაწყისში მოვაწეობდა გიორგი მცირეასწლახოდელმა სხვანაირად და აქ საუბარია გიორგი როცა ებრძოდა მტერს გიორგი მე-7-ზე, რომელმაც ბოლომდე ასე ვთქვათ გაუძლო ასე ვთქვათ თემურლენგის შემოტევას და შემოსევას. და 8 შემოსევა, რომელიც განახორციელა თემურლენგმა 1386 წლიდან დაიწყო საქართველოში და 1403 წელს, ესე იგი, ბოლო გაქცევა მოხდა მის საქართველოსთან, ვეღარაფერი ვეღარ შეძლო საქართველოს წინააღმდეგ და აღესრულა მერე მაშინ ჩინეთის ქალაქი იყო ოთრარი, დღეს ყაზახეთს ეკუთვნის და იქ აღესრულა და დავისვენეთ ჩვენ ამ დაპყრობელებთან, მაგრამ თემურლენგი ჩვენთვის არის დაპყრობელი და იქნებ მუდმივ დაპყრობელმა ევროპისთვის. თემურლენგი არის გადამრჩენელი. მან 50 წლით გადასცია უკან კონსტანტინოპოლის დაცემა. 1402 წელს ანგორასთან დაამარცხა თურქეთთან ბაიაზიდი, რომელიც მიიწევდა გამტარებული რა ქვია კონსტანტინოპოლისკენ და გადაარჩინა ევროპა. ევროპა შეიძლება ეს გამათავისუფლებას, მაგრამ ჩვენთვის არის დამპყრობელი. მაგრამ ახლა რა უნდა ეხლა ყობახიძეზეა საუბარი, პრემიერ-მინისტრი. ახლა ყობახიძის თქმაზე რო ეთქვა რომ აი თემურლენგის ძეგლები არ მომწონს და გადადგამდა ვინმე? მაშინ რა ქნა ბასკებმა? მათთვის ნაპოლეონი ითვლება ყველაზე პისისყრენ დამპყრობელად. ასობით ბასკი დამარხა ცოცხლად. მაგრამ ჩვენთვის ნაპოლეონი ითვლება განმათავისუფლებლად და ბოლოდინო ბრძოლა, რომელიც ქართველის სარდლის წყალობით ასე ვთქვათ რუსებმა შეაჩერეს ფრანგების შეტევა, ითვლება ჩვენთვის უბედურებად ქართველების, იმიტომ რომ აქ მთელი ამბები იყო საქართველოში ემზადებოდნენ ნაპოლეონის შესახვედრად. რომ ერთადერთი იყო, რომელიც შეძლებდა რუსებისგან საქართველოს ხსნას. მაგრამ არ მოხდეს ისტორიამ. ამიტომ ცოტა ყურადღებით, ცოტა სხვანაირად მოვიქცეთ, როცა ამას აკეთებენ პოლიტიკოსები, რომელსაც ხმა არ მოუგეთ, როცა დავით აღმაშენებლის ძეგლს მოკიდეს ხელი და წაიღეს ეგერ მაშინ დიღმის მასივში. ქალაქის ცენტრიდან. ერთადერთი პოლიტიკოსი ბატონ თემურ შაშიაშვილი იყო, რომელიც ათენებდა აღამებდა ამ ძეგლთან. თავის მეგობრებთან ერთად და მეც საერთოდ ხმა არ მოუგეთ საქართველოს ამ საკითხს. ამიტომ როცა რამე ისეთი გვაქვს ჩადენილი ჩვენ რომ ვისურვებთ და შევწყვეს, ნუ დავიწყებთ ვიღაცების გაკრიტიკებას. და უზბეკეთი ახ ჩვენთვის რა არის?
უზბეკეთი ჩვენს სობიერებას შემოვიდა, როცა დიდი მიწურა მოხდა ტაშკენტში 60-იან წლებში მოგესწრებოდა და მაშინ ბევრი უზბეკი საქართველოს ჩამოიყენეს და მეორედ მოხდა კიდე როცა პახტაგორის გუნდი, ტაშკენტის პახტაგორის გუნდი ჩამოვარდა თვითმფრინავი მათი და დაიღუპნენ ფეხბურთელები. სხვადასხვა ძალიან კარგი ფეხბურთელები და საქართველოს მაშინაც ასე რომ ვთქვათ გვერდში დაუდგა. უზბეკეთს აღარ გახსენებია თემურლენგი და პირიქით ჩვენმა თბილისის დინამომ 2 ქულა დაუწყო, მაშინ 2 ქულა ეწერებოდა მოგებაზე ტაშკენტის პახტაგორს ტაშკენტში ჩავიდა და მეგობრად ასე ვთქვათ მიცა თამაში. და რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი ტაშკენტის პახტაგორში თამაშობდა. ამიტომ ქართველებს თუ რავინ ასწავლის იმის მეგობრებას და ვინებსანది პატივისცემას და თემურლენგი იყო თუ ვიღაცა თემურლენგის ასე ვთქვათ მუხლილ მოსაყრელად არავინ ჩასულა იქ. ის ჩავიდა უბრალოდ უზბეკ ხალხთან სამეგობროდ და მათთან ურთიერთობის გასამტკიცებლად. აი ეს არის ყველაფერი რაც უნდა მეთქვა ამ საკითხს საერთოდ პოლიტიკას ჩვენ სიტყვას აღარ დავძრავთ ამ გადაცემაში. ბატონო გია, მოდი ახლა გასცილებით უკეთეს. ასე რომ ვთქვათ, თემაზე გადავიდეთ თქვენს მოღვაწეობაზე, მაგრამ თემა არ არის მაინდამაინც სასიამოვნო რაც უნდა შევეხოთ. ეს არის გრიპი. საქართველოში და რამდენი მოგმართავდა გრიპით და ეს სეზონი უფრო საშიში იყო თუ წინა სეზონი უფრო უარეს სეზონებიც გახსოვთ. გრიპის შესახებ გესაუბრეთ. იცით, ჩვენ თქვით იმაზე, რომ ეკოლოგიურად სიტუაცია იცვლება არა მარტო საქართველოში, მთელ დედამიწაზე. აქედან გამომდინარე, როგორც მე ვუყურებ, ეს პირველ რიგში ბავშვებში იმუნიტეტი ქვეიცდება. და ეს დაქვეითება იმუნიტეტის იწევს ამ ვირუსების, ესე ვთქვათ, იოლი გამრავლებას. ორგანიზმს აღარ აქვს ბრძოლის უნარი და ეს ვირუსი ორგანიზმში მრავლდება და აქედან გამომდინარე ეს ადამიანი სახში მარტო ვარზის, ის ხალხში არის და გადაეცემა სხვა ეს გვერდში ყოფნის ადამიანზე. აქედან გამომდინარე გამოდის, რომ რაოდენობრივად ვირუსის თქვათ ფენომენი, ფაქტი გამრავლდა. გამრავლდა და უფრო მეტი ესე ვთქვათ პაციენტი ყავს აი ამ პრობლემით. არ მოგატყილებდა ჩვენთან სამსახურში ის ხალხი, ვინც ჩვენთან ერთად მუშაობს, პრაქტიკულად სულ ყველა გადაიტანა ეს ვირუსი. და ჩვენ ახლა საშუალება გვაქვს ჩვენი და იო ფორმებში გადავიტანეთ. მე ვიცი ანტიგრიპინია თქვენი წამალი, რომელსაც ჩვენ მთელი ოჯახი ამაზე ვზივართ რომ იტყვიან და თუ დაეწყო ანტიგრიპინი პრაქტიკულად ის ერთ დღეში შეიძლება ხო, გულის არევან და უნდა სვათ ასე რომ ვთქვათ 40 წუთი. სხვა გზა არ არის, იმიტომ რომ შველის. კი, ესეც არის, ესე ვთქვათ, უარყოფითი ენერგია, რომელიც გარედან შემოდის ორგანიზმში. და აი ეს უარყოფითი ენერგია როგორღაც უნდა მოვიშოროთ ორგანიზმიდან. და გომეოპათიაში ესეთი პრინციპია, რაც უფრო ვთქვათ, მწვავე პროცესია, დაავადება უფრო მწვავეა, მაშინ უნდა მისცე წამალი ძალიან ხშირად, რაც უფრო ქრონიკულია, წამალი იძლება უფრო ვთქვათ იშვიათად. მაგრამ როდესაც ადამიანს 40 აქვს სიცხე, მაშინ ჩვენ ალბათ თქვენ თავზე თქვათ გაიარეთ ეს გასიჯე ჩვენ წავლები, ვალევინე წყალში გახსნილი ყოველ 15 წუთში, ყოველ ნახევარსაათში პატარა ყულპებით. და ეს თვითონ მეთოდიკა გვანახა, რომ აი ამ მარტო ამ შემთხვევაში ადამიანს შეიძლება თქვათ კუპირება აი ამ ვირუსის გამრავლების ორგანიზმში მოხდეს რამდენიმე საათში. რამდენი ხანაც ეს წამალი გაქვთ თქვენ? რაც ქმედებაში ასე. ანტიგრიპინი ზოგადად გომეოპათიაში გრიპის საწინააღმდეგო თუ ამრავი წამალი აღწერილი არის, რომელიც ამ დროს იყენება. მაგრამ ისე პრაქტიკიდან გამომდინარე, გავაკეთე რაღაც გარკვეული კრებული, რომელიც უყურეს გაამართლა და ერთმანეთში აურიე და ვაძლევ პაციენტს, მაგრამ ეს ანტიგრიპინში შედის 20-30 კომპონენტი, მაგრამ როგორც ის გომეოპათიური წამლებიდან გამომდინარე, ადამიანს გრიპის დროს შეიძლება ჰქონდეს კუნთის ტკივილი, შეიძლება სურდა ჰქონდეს, შეიძლება ყელის ტკივილი ჰქონდეს, შეიძლება წრელდენა ჰქონდეს, შეიძლება თავის ტკივილი ჰქონდეს და სულ ყველა შემთხვევაში ვაძლევთ აი ამ თქვათ
კრებულში. რომ ამაზეც იმოქმედეს სიცხეს თქვათ ანუ აბიგლუკოზა რო არის ფილმს სამეჯმეში ყველას ერთად და აქედან გამომდინარე მე თუმეტეს შემეცით რომ გომეოპათიური წამალი უარყოფითად არაფერზე არ მოქმედებს მარტო აი თქვათ ორგანიზმს აძლევს საშუალებას რომ მოიშოროს ეს უარყოფითი ენერგია და მაშინ იმუნიტეტი ძლიერდება და ერევა ამ ვირუსს და აქედან გამომდინარე თვითონ ვირუსიც პრაქტიკულად შეიცვალა. უფრო გადავიდა რთულ ფორმებში. მე ახლა მახსოვს ჩემ თქვა ბავშვობაში, ახალგაზრდობაში გრიპი მაშინაც იყო, ესეთი თქვა მრავალი შემთხვევა, რაც ახლა ჩვენს გარშემო შეიძლება არ იყო უფრო ნაკლებად ავადმყოფობდნენ, მაგრამ სირთულე შეიცვალა. უფრო გართულდა, უფრო ესე თქვათ ღრმად შედის ეს ვირუსი და უფრო მეც აზიანებს. ძალიან ბევრი პაციენტმა მოდის დღესაც ჩვენთან და გვეუბნება რომ აი ამ თქვათ ვირუსის გაატანის მერე დაუტოვა სხვადასხვა ესე თქვათ პრობლემები, რომელიც მერე რთული სამკურნალოა. ზოგიერთს თქვათ თვალებში დააკლდა ხედველობაზე იმოქმედა, ზოგიერთს სმენაზე ზოგიერთს თქვათ რაღაც გარკვეული იგივე თქვათ სახსრების ტკივილი. შეიძლება ლეტალური შედეგებს დამთავრდეს. კი, ყოფილა ესეთი შემთხვევები, ისიც სამწუხაროდ პროცენტი პატარა არ არის. ჩვენს გარშემო ძალიან ბევრი სამწუხაროდ აი ამ გრიპის თქვათ დროს ვერ გადაიტანა ორგანიზმი და აღარ არიან ცოცხლები. მე ბევრი პაციენტი მოდის და გვიყვება რომ თქვათ ოჯახის წევრს ჰქონდა ეს პრობლემა, გააჩნია წლოვნებას, გააჩნია ორგანიზმის ბრძოლის უნარს, შეუძლია თუ არა ორგანიზმმა ებრძოლოს ამ ვირუსს. ახლა სამწუხაროდ ის იმ წამლების თქვათ ქიმიური წამლების გარდა, რასაც ღებულობდნენ ამ შემთხვევაში იმ სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენთან არ მოსულან, ალბათ ჩვენი წამლის ფონზე და ქიმიური წამლთან ერთად ბევრად ეს პროცენტულად შედეგიანი იქნებოდა და ის ხალხი შეიძლება ცოცხალი ყოფილიყვნენ. ეხლა გრიპის გარდა არის ასეთი დაავადება თრომბი. აი ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი, ჩემი ნაცნობი შეიძლება მოულოდნელმა მოულოდნელი შედეგი მოყვება ყოველთვის ამას. ადამიანი არის სავსებით სახსალამად და უცებ აი რა იწვევს თრომბს და როგორ უნდა უხშელო მას. ეცეთ ჩვენი პრაქტიკა და თვითონ ეს მეთოდიკა გვაძლევს საშუალებას რომ პრაქტიკულად ნებისმიერი დაავადების დროს ჩავერიოთ ამ პროცესში და მივიღოთ დადებითი შედეგი. ესეთი რთული დაავადება, რომელსაც ვთქვათ შიცი ქვია, იქაც შედეგიანია ეს მეთოდი და პრაქტიკულად 80 ჩვენთვის ახლებს მაგალითად კბილის ამოღებასავით იოლი ამის მორჩენას ვიცი ამ შესამოღება ალბათ რთულია მაგრამ ეხლა თრომბი ეს არის რაღაც საშინელება დაგონებაც კი აღარ მინდა მისცი ასე რომ ვთქვათ იცით ისე ალბათ ეს პრობლემა ადრეს იყო მე არ ვიცი პროცენტულად აწუხებდა რამდენად ადამიანობას მაგრამ ეს არის ალბათ ჩვენი არასწორი კვებიდან გამომდინარე. ალბათ ზოგიერთი ზედმეტ ცხიმს ჭამს, ან და უარყოფითი თქვათ, ესე თქვათ არა განსასურველი, არა ცხიმიანი თქვათ საჭმელებს ღებულობს, ან თქვათ რა. მაგრამ ფსიქოლოგიური მდგომარეობაც იწვევს ძალიან ხშირად. არა, ფსიქოლოგიური სისხლის ჟედების მომენტია, იცით და ამ სისხლის ჟედების ფაქტორს რაღაც გარკვეული კომპონენტები ასე. ახმელიაზე ემართება ზოგს კიდე. ახმელიაზე ორგანიზმის სუსტება, значит ეს ტრომბი უკვე იყო ორგანიზმში უბრალოდ პახმელის დროს თქვათ ამოძრავდა და სადღაც მიაღწიოდა და ჩაჯდა და გამოიწვია თქვათ შემდეგ პრობლემებს. გაჩნია კიდე რას დალევს. ალბათ კაი ვინოზე ტრომბი არ იქნება. აი არაზე კონიაკზე მithumetes თვის უარგისია თავის შემადგენლობით. ალბათ ტრომბის თქვა პროცენტულად ფაქტორი იზრდება.
მაგრამ კაი ღვინოს და რაოდენობას თუ სწორად დალიევთ, თქვათ ადამიანმა ტრომბი არ უნდა გქონდეს, ნუ ეხლა ღვინოსაც გააჩნია. წითელი ღვინო დიდი რაოდენობით სახიფათო. ამიტომ ჩემ ზოგიერთ მეზობელს უნდა უთხრა, რომელიც სულ ეჩხუბიან მეუღლებს დალებაზე. მოუტანეთ ბატონო, კარგი ღვინო, კაი არაყი და აღარ შეხვდებათ არც ტრომბი, არც იჭუბიან სახლში. საჭმელიც. მით უმეტეს. იცით, დასაღოლებელი. ღრმა არ ჩამიხედია და მაგრამ ესე თქვათ მეორე პაციენტი, ვინც თქვათ იცის რაზეც ლაპარაკობს, მეუბნება რომ თქვათ, ზოგადად ვამბობ, რომელიმე პროდუქტი რომელსაც ჩვენ ვღებულობთ, ისეთ პირობებში და ისეთ კომპონენტებთან არის გაკეთებული, რომელიც ნამდვილად სახიფათოა. ახლა ზოგიერთი გამწარებულია მეზობელი ჩემი თავის მეუღლის მისგან რომ ეგ რომ მურჩი ვაქედან რომ კაი შეიძლება ეზოში აღარ შენიშვა ხალხს. კიდევ რომ ნამეტანი დალებაც არ შეიძლება ბატონო მოგიხსენებათ. სვაგს ცით ხო გეუბნებით აი ცხიმი ადამიანი პრაქტიკულად ნაკლებად უნდა მიიღოს. რომელიც იცოს EMC-ის შედეგებას პირველ რიგში. დანარჩენზე აღარ ლაპარაკობ. და ალბათ კიდე გარემო. ისიც ჩვენ გვინდა არ გვინდა თქვენ როგორც ხმით, თქვით აი ხმაურზე წინა გადაცემა. ხო. ხმაური ისეთ ცვლილებებს იწვევს ორგანიზმში ქრომოსომის დონეზე, რომ შეიძლება რაღაც გარკვეულ შემთხვევაში შექმნას საშიშროება, რომ ტრომბის წარმოქმნას. ესეც გამორიცხული არ არის. იცევ თქვათ დასხივება. დასხივება პროცენტულად ალბათ 20-30% იწვევს ტრომბის წარმოქმნას. დასხივება. კი. ზედმეტი დასხივება, თქვათ რაღაც გარკვეული. ეხლა ჩვენ დასხივებას გულისხმობთ მარტო იმ რენტგენს, რომელიც ვიცით რომ უჯეს კლავს. მაგრამ უამრავი რაღაცა ჩვენს გარშემო არის, რომელიც სხივს უშვებს, ისევ ეს შეიძლება ხმაური იყოს იგივე თქვათ მატარებელი ამ სხივის და ის გამოიწვევს უამრავ უარყოფით. ესეა ცვლილებები ქრომოსომის დონეზე. ყველაფერი მასახლებდნენ ცვალებას. მე მაგალითად თქვენ წამარსვამ ტრომბის საწინააღმდეგოს 2 წელს. დღეში 5-ჯერ. 5-ჯერ არ 2-ჯერ სვამ და დილაზე საღამოს და ჯერჯერობით არ დამართია ღმერთმა მასშოროს, მაგრამ შეიძლება ესე იგი ჰომეოპათიური წამალი არსებობს ამის საწინააღმდეგო. რეალურად არსებობს. ძალიან ბევრი პაციენტი მყავდა, ვისაც ტრომბი წარმოიქმნა და რაღაც გარკვეულ ადგილას შეჩერდა. აქედან გამომდინარე დაირღვა მთლიანად სისის მიოქცევის პროცესი და ჩვენ მიგვიწია წამალი და ეს ტრომბი ეს თქვათ გაიწოვა და აღდგა სისის მიოქცევა. ეს სამწუხაროდ ინსულტის მერეც მოდიან ჩვენთან პაციენტი, ეს გემორაგიული ინსულტის დროს, როდესაც ტრომბი სადღაც თქვათ წარმოიქმნა და გაჩერდა, იქაც ვღებულობ დადებით ესე თქვათ პროცენტულად შედეგს. თქვათ უამრავი პაციენტი მოდის, როდესაც თქვათ ტრომბი გაჩერებულია სადღაც თქვათ ფეხებში და ეს იწვევს მერე თქვათ უამრავ თქვათ სტულებს და საერთოდ ორგანიზმს ანადგურებს თანდათან. კი, სისის მიოქცევა ირღვევა და აქედან გამომდინარე ეს იწვევს უამრავ მერე სხვა პრობლემას გააჩნია, ადგილს გააჩნია, სირთულეს. და ახლა კიდევ ერთი მთავარი შეკითხვა ბატონო, მთავარი იმიტომ რომ ეს აწუხებს ყველა ადამიანს. გარკვეული წლების შემდეგ. წნევაზე მინდა მოგახსენოთ და აი ამ შესახებ რას ვეთქვით. მაღალი წნევა არსებობს და დაბალი წნევა არსებობს. არც ერთი არ არის სასიამოვნო ორგანიზმში ადამიანს. ალბათ მიზეზები სხვადასხვა მიზეზი არის ამ ორივე პროცესის. ჩვენ გვაქვს სამლები, საშუალებები, რომელსაც ძალიან კაი შედეგები აქვს ორივე თქვათ პრობლემის დროს. პროფილაქტიკას ახდენს? არა მარტო პროფილაქტიკას, თვითონ პრობლემას ხსნის. იცით უამრავ შემთხვევაში ეს არის თქვათ ხოლესტერინული ნალექი სიზარვებში და აქედან გამომდინარე სისის მიოქცევის დარღვევა ხდება და ეს იწევს წნევის აწევას. ამდე თქვათ რაღაც გარკვეული გორმონი გამოიყოფება ორგანიზმში, რომელიც იწევს ან ერთ ან მეორე პრობლემას. ჩვენ ეს რიგში ვაყენებთ ამ პრობლემას ხსნით და წნევას ეხსნება.
ну იმის გარდა თქვა რომ ჩვენ შეგვიძლია მწვავე პროცესის დროსაც მივცეთ ამალი რომ ცნება რეცესიაში ჩადგეს თავის ნორმებში ჩადგეს ეს როდესაც მწვავე პროცესია მაგრამ თუ ეს ქრონიკულია მაშინაც ვაძლევთ სამლებს ძალიან ახლა ვინც ვიყურებს ჩვენი პაციენტი გახსენდება ჩემი შეკითხვები ცნება რომელ საათებში გაქვთ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი სახისფერი გეცლება თუ არა და აქედან გამომდინარე სხვადასხვა წამალს უნიშნავს იმასაც მნიშვნელობა აქვს რომელიც საათებში ახსნა აუცილებლად თუ ეს ცნება ღამის საათებშია ან დილით იღვიზებიან აი ამ ცნებით ეს პირველ რიგში არის ακριβώς MCC-ის შეედების პრობლემა და აქედან გამომდინარე უნდა მივცეთ რაღაც გარკვეული საშუალებები რომ სისხლი თქვათ აი ამ სიცხე მაგის სიმკვრივე შეიცვალოს გასაგებია ანუ გათხელება შეიძლება მოხდეს გათხელება გასაგებია ეს ძალიან საინტერესო თემა არის რას ვაძლევთ და რატომ იწევს თქვათ აი ამ დადებით პროცესებს აი დაბალი ცნების დროს ჩვენ ვაძლევთ თამბაქოსთან დამზადებული წამალი თამბაქოსგან კი იმიტომ რომ ზედმეტი ესე ვთქვათ თამბაქო მაგის შხამი გაიწვევს ცნების დაგდებას ქვემოთ და თამბაქოსგან გაკეთებული წამალი არეგულირებს პირველად მესმის რომ თამბაქოსგან შეიძლება და ну სცენარებს ხმარობთ სხვადასხვა სცენარებს ამ შემთხვევაში რაღაც გარკვეულ შხამებს ხმარობთ რაღაც გარკვეულ ნივთიერებს რომელიც ესე ვთქვათ ითრება შხამად მაგრამ ის იწევს აი ამ დარეგულირება აი ამ პროცესების იგივე ვთქვათ холестерინი ჩვენ გვაქვს ჰომეოპათიური холестерინი რომელსაც ვაძლევთ პაციენტს და ის წმინდავს აი ამ სიზარლებს და აი ამ холестерინულ ლაკებს ესე ვთქვათ ნელა გაიწოვება და სიზარული ხდება ელასტიური და გამტარიანი აი ამ სისხლის ძალიან კარგი ბატონია რადიკულიტი რომელიც ძალიან ბევრსაც საინტერესოა რატომ იცით იმიტომ რომ რადიკულიტი არის ორგანული ესე ვთქვათ პრობლემა როდესაც დისკი რომელიც ჩვენს უყურებს გვაქვს ეს დისკები ხერხემალში განიცდის რაღაც გარკვეულ ნივთიერების სვლის პროცესს აქედან გამომდინარე კარგავს თავის ელასტიურობას და მიდის მაგის გადაგვარება კალციუმი გროვდება შიგნით დიდი რაოდენობით და ეს იწევს კალციუმის ზედმეტობაც იწევს კი ну არა მარტო კალციუმს მაგრამ პირველში კალციუმს გასაგებია და მიდის აი ამ დისკის დეფორმაცია და აი ამ დისკის დეფორმაცია როგორც პლასტინის რომ მივაცეთ პლასტინი გამოვა გარეთ იგივე დისკს რო თქვა აწვება ხერხემალი ერთმანეთს დეფორმაციის დროს გამოდის გარეთ და იქ პატარა ესეთი მიკროსივრცე არის და აწვება ამ ნერვს ესეთ რთული ფორმები როდესაც ზურგის თვინშიც შედის მაგრამ ჩვენი წამლების ფონზე ну ესე მოხდა რომ ეს დისკი იკვებება 15 წლამდე სისხლით მერე ეს კვება რატომღაც თავდება და იკვება მარტო სწორი მოძრაობით გასაგებია და ჩვენ წამლის ფონზე მიდის აღდგენა აი ამ დისკის კვების წამალი წვეთების სახით არის თუ ნემს სახით არის თქვენ ორივე საშუალება გვაქვს გააჩინა სირთულეს ორივეს ხმარობთ და მიდის აი ამ დისკის კვების აღდგენა და თვითონ დისკი ღებულობს თავის ფორმას და როდესაც ზემოთ ესე ვთქვათ იზრდება გარეთ რაც გამოსული შედის შიგნით და ზეწოლა ნერვზე მთავრდება აქედან გამომდინარე გამოდის რომ ესე ვთქვათ სრული განკურნება მხოლოდ დრო ჭირდება გააჩნია რამდენად რთული ფორმა არის სხვადასხვა ზოგიერთი ერთ კვირაში ღებულობს შედეგს იყო შემთხვევები როდესაც ჩვენთან წელიწად ნახევარი დადიოდნენ და მარტო წელიწად ნახევრის მერე მიიღეს სრული შედეგი გასაგებია და ბატონია ერთმა ასეთმა ადამიანმა უმართა ახლა ვერ გეტყვი სახელი და გვარს უბრალოდ თორსა გადის ჩვენი განცემები გწერენ რომ შენთან გვირეკავენ გემო დაკარგა
ადამიანმა და აი ნებისმიერ საჭმელი რაც უნდა მიირთვას საკვები ერთ და იგივე გემოძեղებულობს ყველაფერ ამას ამის აღდგენა შეგვიძლია ესეც ეხება რაღაც გარკვეულ ნერვიულ ძარღვებს, ხო? ნერვიული, თქვათ, ძარღვი დაკარგა თავისი ფუნქცია. უნდა ავიდეს ეს ახლა მიზეზი ძალიან რთულია მაგისმა რა გამოიწვია ეს, მაგრამ მაგის აღდგენას ესე თქვათ, 90% შეგვიძლია. ანუ შეიძლება მოგმართონ ეს ადამიანებმა. კი. ეს საკმაოდ რთული კი, ჰომეოპათიისთვის არსებობს ესეთი დაავადებები, რომელიც კლასიკურ მედიცინაში თქვათ, ითვლება კლასიკურ მედიცინაში რთული პროცესი, რომელსაც აღდგენა არარეალურია, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ჩვენ მეთოდის დროს მეტად უფრო თქვათ შედეგიანი არის ეგ პროცესი. კლასიკურ მედიცინას თავისი დიდი დატვირთვა აქვს, ძალიან დადებითი თქვათ შემთხვევები აქვს. აი თქვათ სწავლის პროცესების დროს და ჩვენ ქრონიკულ პროცესებს უფრო კარგად ვერევით ვიდრე კლასიკური მედიცინა. ეხლა ბატონო ერთი ისეთ შეკითხვა უნდა გქონდეს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას არ ეხება პირდაპირ. ჩვენ ვისაუბრეთ ზეთისხილის შესახებ, რომ თქვენ გადაწყვეტით, რომ 5 ჰექტარი, ასე ვთქვათ, თქვენ მეგობრებთან ერთად გააშენოთ ეს მას მიხედავთ. აი, აინტერესებს ხალხს აი ამ ზეთისხილთან დაკავშირებით. როდის იწყება ეს პროცესი თქვენთან? და როდის შეგვიძლია შევემიცეთ ამის გარშემო ხალხს? პრაქტიკულად ეს პროცესი უკვე დაიწყო. არ ვიცი, რამდენი ხნის განმავლობაში და რამდენი წელიწადი დაგჭირდება, რომ თქვათ, რაღაც გარკვეულ შედეგებს. ეს ტარგეტ უკვე თუ დათესეთ თუ როგორ ხდება? ესე ყველაფერი აინტერესებს ხალხს. ისედაც ვიმოქმედეთ, ესედაც ცალკე ნიადაგზე ვიმოქმედეთ, ცალკე თქვათ, თვითონ უკვე მცენარეზე და თეზზეც ვიმუშავეთ. და სამივე შემთხვევაში გვაქვს ესე თქვა დადებითი პროცენტულად შედეგები. მე აქ პროცენტის თქვა თქმა მიჭერს დღეს, ამ იმისთვის ვაკეთებ ჩვენ ვაგრძელებთ აი ამ steps, რომ დეტალურად შევისწავლოთ აი ამ ჩვენი თქვა შარების მერე პროცენტულად რამდენად ვიღებთ ესე თქვა უკეთესობას და მოგებას. ახლა ხალხს აინტერესებს რამდენად რენტაბელური ეს, რამდენად მომგებიანი იქნება მათთვის. ამიტომ ამის თქმა მიჭერს, იცით, ეს ალბათ იმ ხალხს უნდა შეეკითხონ, ვინც ამ გზა გავრილი აქვს, ვინც ამას თქვა უკვე თესავს და მიიღო თქვა. ამათ აინტერესებს რაღაცა, ამათ აინტერესებს თქვენი სწორედ ჰომეოპათიის აზრი ამის შესახებ, თქვენი წამლით რა ხდება. ჩარევის დროს უკეთესი რა პირველ რიგში ის პიროვნება, ვინც ამ პროცესს თქვა ფლობს და აგზერებს მაგას ნაკლები ხარჯი აქვს. ხარჯი იმასთან შედარებით ვისაც თქვათ არ აქვს ჩვენი საშუალებები. და აქედან თქვენ აქ სუფთა ჰომეოპათიურ წამლებს იყენებთ, არავითარ ქიმიას, ხო? არა, არავითარ შემთხვევაში. არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ აი ჩვენ ამის წინათ ლაპარაკობდით ამ ისე თქვათ დაავადებებზე, როგორც თქვათ ჯუშენი არის, ამ თქვათ კიბო, ну ერთ-ერთი მაგისი თქვათ ისე გამრავლების ფენომენი არის საკვები და როდესაც ამ ქიმიურ საშუალებებს ხმარობენ მცენარეებზე და რაღაც შემთხვევაში შეიძლება არა მარტო მცენარეებზე ის იწევს მერე ჩვენ ორგანიზმში რაღაც გარკვეულ ცვლილებებს, გენეტიურ ცვლილებებს და ის დამცავი მექანიზმები, რომელიც ჩვენ ორგანიზმში რაღაც გარკვეულ ფუნქციას ასრულებენ, როდესაც საშუალება არ აქვს ებრძოლონ, თქვათ, ან ვირუსს, ну, როგორც მეცნიერებმა კიბოს ვირუსულია, ხო და ის ვირუსი იწყებს გამრავლებას. იმიტომ რომ ორგანიზმი არ გამოგობს რაღაც გარკვეულ დამცავ მექანიზმს და რატომ არ გამოგობს? იმიტომ რომ თვითონ ორგანიზმში დაგროვდა ესე ვთქვათ უარყოფითი რაღაც გარკვეული ნივთიერები და აი ამ ნივთიერების ვთქვათ მოშორების ფონზე ორგანიზმის სუსტება არ ყოფნის ეს ძალა და რო შემოდის გვერდიდან სხვა ვირუსი, იმასაც ვეღარ ერევა. გასაგებია. შეგ ფაქტურად დაუცველია. კი, არ ყოფნის. ბრძოლის უნარი ხო
კიბო ზოგადად ცნობილი ფენომენია, სულ ყველა სხეულში რაღაც გარკვეული რაოდენობით კიბოს უჯრედები ან არის, ან თქვათ შემოდის და მე ორგანიზმი მაგათ ესე თქვათ კლავს და ორგანიზმი ერევა, მაგრამ როდესაც დამცავი მექანიზმი აღარებს, აი მაშინ იწყებს გამრავლებას. და ბოლოს არ შეიძლება შევხოთ წილგანში. გრძელდება თქვენი ექსპერიმენტი, რა სიტუაცია არის ახლა ახალი თუ რამეა? მე მგონი სულ ყველაფერი ისე მინდის, როგორც მე მინდა. ძალიან კარგი, ყველაზე კარგი გარშე. და ახლო მომავალში არ ვიცი ერთ თვეში იქნება თუ არა ჩვენ გადაცემაში მოვიდანო იმ პასუხებს, რომელიც ჩვენ ადრეს თქვით, რომ თეორიულად კაია, მაგრამ ფაქტი რომ კონდეს ხელში, როგორ შეიცვალა ნიადაგი. აი ესე პასუხს მოიტანხმება ჰომუსი იქ ამ შემთხვევაში ძლიერდება თუ მცირდება. ვლაპარაკობ, მაგრამ აქ გუმუსის გარდა კიდე სხვა ნივთიერებები არსებობს ნიადაგში და იქაც უნდა იყოს ესე თქვა დადებითი ცვლილებები. ესეთ არსებობს რაღაცა გარკვეული კომპონენტი, რომელიც უარყოფითად მოქმედებს მომავალში თვითონ მცენარეზე, რატომღაც სხვა მიზეზების გამო, არასწორი ექსპლუატაციის გამო, ან თქვათ ეკოლოგიური პრობლემების გამო მომრავლდა. ის უნდა დავაკლოთ და რომელიც თქვა დააკლდა, ის უნდა გავზარდოთ. ეს არ მარტო გუმუსს ეხება, მაგრამ გუმუსი პირველ რიგში გვანახებს ესე დადებით ცვლილებებს. ძალიან კარგი. ხო ბატონო, ახლა მე უნდა უთხრა ჩვენს ტელემაყურებელს, რომ მომავალ გადაცემა არ არის გამორიცხული, რომ ჩვენი წარმართოს წეროვენ და თუ არა იმის მომავალი მაინც, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ წეროვნის მეორე საჯარო სკოლა არის ასეთი შესანიშნავი სკოლა საქართველოში, ამზადებს ახლა იმზადება უბრალოდ თანამედროვე დიდი ქართველი წლის რევაზ მშველაძის 85 იუბილეის პატრეზო 85 წლის გახდა მოგეხსენებათ თქვენ 1 იანვარს და ბატონმა ჯუბერბადიაშვილმა გადაწყვეტა რომ წეროვნის ნომერ მეორე საჯარო სკოლაში, რომელიც ბატონმა ჯუბერმა დაარსა თავის დროზე და ამ სკოლის პედაგოგურმა კოლექტივმა, დირექტორმა და ბავშვებმაც გასწავარია, რომ ბატონ რეზოს შექმნილ ნაწარმოებზე ჩაატარონ ასე ვთქვათ შეხვედრა დიდ წერასთან. და ბატონი ჯუმბერის 85-ის გახდა ცოტა მოგვიანებით 5 იანვარს ბატონ რეზოსთან ერთად და ალბათ მოგვიწევს ბატონოგია გასვლეთი ხონიზების ჩატარება, გასვლეთი გადაღების ჩატარება წეროვანში და მაყურებლებს ექნება საშუალება ამ შესახებ და ამის ესეთ ხალხთან შეხვედრები ჩემში ტოვებს იმდენ დადებიც კი ბატონო რომ სულ მიხარია ამ ხალხთან ლაპარაკი მოსმენა ჯერ ერთი ინფორმაცია აქვს ისეთი რომელსაც ნამდვილად ალბათ სულ ყოველს უნდა რასაკვირველია ეს იგივე თქვათ ეს საქართველოს ისტორია იქნება ან თქვათ სხვა რამე მაგრამ მეტად შემთხვევაში ნებისმიერი ჩვენი ესე ვთქვათ გავლილი დღე უკვე ისტორიული აგერ ფილმი რომელიც ბატონმა რეზომა გადაიღო ახლა ბატონ ბექავასკისთან ერთად კიდე შესანიშნავი ფილმი ისტორია ქართული მწერლობის მთელი ქართული მწერლობის დაწყებული უხსოვარ დროიდან დღემდე და ამის ერთ-ერთი დადასტურება ასე ვთქვათ რაც თქვენ ზამეთ ახლა და ალბათ ამ წიგნის შესახებ და ამ ფილმის შესახებ გვექნება საუბარი მაშინ და მიმოვიხილოთ ერთ-ერთად და ძალიან კარგი საინტერესო გადაცემა გელოდებათ ალბათ სულ ყველა ერი მაშინ არის ძლიერი როდესაც იცის თავისი ისტორია დიახ და ქმნის ისტორიას. და პირველი ისტორია არის თავარი და სწორედ ასეთი კარგი ამით მინდა დავამთავროთ ჩვენი დღევანდელი გადაცემა ბატონოგია. წარმატება მინდა უსწროთ ჩვენ მაყურებლებს, მშვიდობა მინდა გისურვოთ პირველი სკოლისა და კარგად ბრძანდებოდეთ. დიდი მადლობა ველოდებით თქვენ წერილებს. კარგად იყავით. კარგად დიდი მადლობა ბატონო.